ბათუმის პლაჟზე მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და რამდენიმე საათით ბულვარში რესტორან პიერ ბათუმის ხიდის ქვეშ შეიკრიბნენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ პლაჟის აღნიშნულ მონაკვეთზე რესტორნის ადმინისტრაციამ პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა. მიზეზად კი განუცხადეს, რომ პლაჟზე ერთ-ერთი დამსვენებელი მათ მიერ გაყიდული ყავის გამოიწამლა. მოვაჭრეები ერწმუნებიან, რომ გასაყიდად გატანილი პროდუქცია ვარგისიანია და ვაჭრობის გაგრძელება მოითხოვეს. ცოტა ხნის შემდეგ რესტორნის ადმინისტრაციასთან შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყავის და ფენოვანი ხაჭაპურის გარდა სხვა პროდუქციის გაყიდვის უფლება ექნებათ. სასმელებს რაღაცებს ხედით აქ და ჩვენ გვიშვილია. აქ რო ადამიანებს გაჭირვება არ ქონდეს ქალბატონო, არავინ არ იბის. მე მეოთხე სტატიის კი მოაგდე და აღარ არის საშუალება არსებობისა და იმის გულისხმობის შემჭამო ვიგზავენ გარეთ გამოსვლა. ხანი კიდე არ გაიაროთო, ზევით ადითო და ბულვარიდან ჩადო, ამას რო გასტებითო, მერე ჩადითო და ხოდა მაგის გულზე ორი უკმაპურის პური როვიშოვოთ, მაგის გულზე წვალოთ 40 გრადუს სიცხეს დავდივართ ყველა. ვითხრეთ, რომ გახსნილი ყავით დაიწამლა ვიღაცა თბილისელი. ის ავიდა ზევით და საყვედური უთქმია, რომ მე დავიწამლე და ეს თქვენი ობიექტიაო და საყვედური მისცა. შევთანხმდით ამის, რომ გახსნილი ყავა აღარ წავა, არ გაიარს და ფენოვანები არ გაიარს. დანარჩენიო სასმელია თუ სიმინდიო არანაირი პრობლემა არ მექნება.